საწვავი ფასების კომისიაზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები არიან დაბარებული და სწორედ ამ კომპანიების ხელმძღვანელებმა, რომელთა სხვადასხვა მთელი საქართველოს ბაზარი აქვთ ათვისებული, უნდა ახსნან და განმარტონ, რატომ ძვირდება საწვავზე ფასი. სწორედ ეს იქნება კითხვა სამთავრობო გუნდიდან, თუმცა გამოსავალზე საუბარი უჭირს მათ შორის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელსაც, თუმცა მიესალმება წესების გამკაცრებას. რა შესთავაზებს ბიზნესი სამთავრობო გუნდს და რა იქნება კობახიძის გუნდის პასუხი, ჯერჯერობით არის უცნობი და საინტერესოა ამ შემთხვევაში შეიქმნება თუ არა საკოორდინაციო საბჭო, რომელზეც საუბრობდნენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და ამ შემთხვევაშიც გახდება თუ არა საჭირო დამატებით მუშაობა სამთავრობო გუნდის და უფრო მეტი შეხვედრის გამართვა იმისთვის, რომ საწვავზე ფასებმა დაიწიოს. ეს ახლა მთავრობის თავმჯდომარე როგორი ესე ვთქვათ წინააღმდეგ მიმართავს და ეთყვის რა ქვია ბიზნეს სექტორს ამის მიხედვით ჩვენ ვიმსჯელეთ რა რესურსი იქნება, რა იქნება, როგორი იქნება და ამის მიხედვით გამოვიტანთ რაიმე ისეთ დასკვნებს. უფრო ჩვენ არც კავშირი და არც ვინმე გარედან ფასად წარმოქმნაში არ ერევიან. ამას ყველაფერს აწესრიგებს თვითონ კომპანიის საქმეა. და ამიტომ ყველა ასეთ კითხვაზე პასუხს ალბათ გასცემს ყველა კომპანიის, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი და წარმოქმნელი. ჩვენ არ ვიცით ჯერ რა ჩამოყალიბებული, ესე ვთქვათ, წინადადებები იქნება. ამიტომ ჩვენ განსაზღვრავთ ამას, თვითონ კომპანიები განსაზღვრავენ ამას. ის ახალი კანონ პროექტი როგორი იქნება, რანაირი იქნება, ჯერ ჩვენ არ ჩაგვიხედია, არ ვიცით და ამიტომ წინასწარ წინსრებით არ გვინდა რაიმე კომენტარების გაკეთება. და მომხრევარი იმისი, რომ ხელისუფლება და საერთოდ მეტი კონტროლი უნდა იყოს ყველგან, არა მარტო ნავთობპროდუქტებში, ყველგან ეს იქნება პროდუქტები, მეტი იქნება კონტროლი, მით მეტი მომხმარებელი იქნება დაცული. ეკონომისტები ამბობენ, რომ აქციზის გაუქმებით შესაძლებელია მყისიერად იგრძნოს საზოგადოებამ ფასის შემცირება საწვავზე და ამისთვის პარლამენტში სულ რამდენიმე შეხვედრა არის საკმარისი, რომ გააუქმონ აქციზის გადასახადი და ამ შემთხვევაში მოქალაქეს მინიმუმ 40 თეთრით გაუიაფდება ბენზინის ფასი, თუმცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სამთავრობო გუნდზე არის დამოკიდებული, რამდენად რეალურია მათი განზრახვა, რომ მოქალაქეების ყოფაში სუბუქონ და ამბობენ, რომ თუ ამ აქციზის ფასს გააუქმებენ, მოქალაქეს მალევე შეიძლება ნახოს გაიაფებული საწვავი, რადგან აქციზის გადასახადსაც რეალურად მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან იხდის, რადგან თუ კომპანია აქციზის გადასახადს დაუწესებენ, ის აძვირებს, რა თქმა უნდა, თავის პროდუქციას და მოქალაქეს უფრო მეტის გადახდა უწევს. აქციზის გადასახადი არის 1 ლიტრზე 40 თეთრი. ანუ მთავრობამ მიმართოს პარლამენტს ზუსტად ერთი სხდომა არის საჭირო, რომ აქციზის გადასახადი გაუქმდეს. შესაბამისად, შედეგი იქნება ძალიან მყისიერი. ანუ ხვალვე შეუძლიათ, რომ სხდომა ჩანიშნონ და აქციზი გააუქმონ. ამას მოყვება ის, რომ ზეგ უკვე იქნება ბენზინი 40 თეთრით ნაკლები. განვიმარტონ გადასახადის არ დაკლების გარდა კიდევ რა არის ის ხარჯი, რისი მოკლებაც არის შესაძლებელი. ანუ გამოდის, რომ მათი მოგებიდან უნდა დათმონ გარკვეული წილი, ეს ნიშნავს იმას, რომ შევიდნენ ბიზნესთან გარიგებაში და შემდეგ ბიზნესი აი ამ მოკლებულ მოგებას რაღაც დროს დაუკომპენსირებს რაღაცა სხვა ბიზნესით. მაგალითად, ვისოლს მისცემს უფრო მეტ სამშენებლო ნებართვას ფხაკაძეს, გაუგრძელებს სარეკლამო ბიზნესში 15 წლიანის მაგვირად დაუდებს 25 წლიან ხელშეკრულებას და საბოლოო ჯამში ფასდაკლება გამოვა ფიქცია. სულ ცოტა ხნის წინანდელი კონკურენციის სააგენტოს კვლევა გვაქვს, სადაც წერია შავით თეთრზე, რომ საწვავის ბაზარზე არის
კონკურენტული გარემო. შესაბამისად, ეხლა როცა გვაქვს კონკურენტული და ჯანსაღი გარემო, ამას გვეუბნება თავად კონკურენციის სააგენტო და მაინც ფასის უკმაყოფილო ხარ, მაშინ გამოვიდა, რომ რაღაცა ბერკეტებია გამოსაყენებელი. ამ ნაწილში ბერკეტი გახლავთ აქციის განაკვეთის, ყველაზე მარტივ ბერკეტს გულისხმობ, ბერკეტი გახლავთ აქციის განაკვეთის ძველ ნიშნულზე, 2016 წლამდე ნიშნულზე დაბრუნება და პრობლემა მოიხსნება. ეს არის მთელი ამბავი. ამ პროცესის გარშემო ნუ ეხლა ის შეხვედრა, ნუ რაღაცა აქედან არანაირი მოლოდინი და რაღაცა ეფექტს მე ამბობთ არ ველოდებ. წესით ეგრეთ წოდებული ფასების კომისია დღეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შეხვედრით დაასრულებს მუშაობას, თუმცა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლო იყო მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი შეხვედრა გამართულიყო, ამიტომ ველოდებით ინფორმაციის დაზუსტებას. დღევანდელი შეხვედრის გარდა მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ ხომ არ გაიმართება ბიზნესმენებთან შეხვედრა, რადგან როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო კვირიდან პარლამენტში გადაინაცვლებს პროცესები და იქ გაირკვევა უკვე საჯაროდ, როგორ ხდება პროდუქტებზე ფასების ზრდა.